რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ მედია პროექტს პოლიტბიურო გიორგი გოგუაძესთან ერთად. მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა პოლიტბიურო, დღევანდელი გადაცემის წამყვანი გახლავართ მე, გიორგი გოგუაძე. ჩვენ რადიო მსმენელებს მინდა შევახსენო, რომ გადაცემის ტელევერსია შეგიძლიათ ნახოთ დღეს 19 საათზე ტელეკომპანია მაესტროს ეთერით. ჩვენი სტუმრები არიან ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანი ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე და ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღოლი დეკანოზი თეოდორე კიკნაძე. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენი გადაცემის თემა არის სარწმუნოება და ცოდნა. თუ რამდენად არის დღეს აქტუალური და ალბათ ეს ის თემაა, რომელზეც ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი შეგვიძლია ვისაუბროთ და შეიძლება გარკვეულწილად ალბათ ერთი გადაცემის ფორმატიც არ იყოს, თუმცა მნიშვნელოვანია გავარკვიოთ ის თუ რამდენად ასე ვთქვათ დიდი წვლილი შეიტანა სარწმუნოებამ და ცოდნამ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ პერიოდში და თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს რომ სარწმუნოება და ცოდნა არ იყოს დავიწყებული და გარკვეულწილად ეს ჰარმონიულად შეერწყას ჩვენს საზოგადოებას იმისათვის რომ უფრო საინტერესო და უფრო მიმზიდველი იყოს გარკვეულწილად ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება, არსებობა და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ სოფლიოში საკმაოდ სერიოზული პრობლემატიკა წარმოიშვა ფინანსური და ეკონომიკური კითხვით, გაძლიერდა სოფლიო კრიზისი და ვხედავთ თუ რამდენად დიდ პრობლემაში არის ჩავარდნილი მთელი სოფლიო. იმასაც ვხედავთ რომ ყოველდღიურად, ასე ვთქვათ, ის შეძლებული ადამიანები და კომპანიები, რომლებსაც 200-300 წელი ისტორია ჰქონდათ, რამდენად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ვარდებიან და კონკრეტული პიროვნებები, რომელთაც თავი ალბათ სოფლიოს ბატონ-პატრონებათაც ეგონათ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მათ მატერიალური საფუძველი გამოეცლებოდა, რჩებოდნენ აბსოლუტურად უსუსურნი, ვინაიდან მათ გარკვეული სულიერი სიმდიდრე არ გააჩნდათ და ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ფაქტებს, რომ თვითმკვლელობით დაამთავრა ერთმა ბიზნესმენმა, მეორემ, მესამემ და ასე შემდეგ. და გარკვეულწილად არის მოსაზრება იმისა, რომ აი ეს მატერიალური შესაძლებლობები სულიერების გარეშე საკმაოდ დამღუპელი არის ადამიანისთვის და აი ზუსტად იმ სასოწარკვეთილებაში და იმ პრობლემებში მიიყვანს, რომელიც აი რამოდენიმე ასე ვთქვათ მაგალითი უკვე მსოფლიოს რეალურად მედიის საშუალებით გაჟღერდა. მე მინდა მამა თეოდორეს ვკითხო, რომ თქვენ როგორ ფიქრობთ, სოფლიო ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი ეს არის მართლაც რომ მატერიალური მოვლენა თუ უბრალოდ გარკვეულწილად ღვთის გაფრთხილება, რომ არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი ჩვენ ვიყოთ მატერიალურად უზრუნველყოფილი და გარკვეული მორალური, ზნეობრივი და სულიერი საკითხებიც ხო არ არის გარკვეულწილად აუცილებელი იმისათვის, რომ სოფლიომ და საზოგადოებამ იარსებოს ნორმალურად გარკვეული ასე ვთქვათ თანაცხოვრების პრინციპით. შეგვიძლია სოფალი. რა თქმა უნდა, რადგან არის ღმერთი და რადგან ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ადამიანი, როცა ის ღმერთთან ერთობაშია. იმიტომ იგი ღვთის ხატია და მისი დანიშნულება ღვთის მსგავსებისაკენ ისწრაფოს. რადგან ადამიანი მარადიული სიცოცხლისათვის არის გაჩენილი. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ის რაც წყდება თავის სიცოცხლის საწყის, ანუ კაცობრიობა ადამიანი, რა თქმა უნდა, ის დეგრადირების გზაზე მიდის და ვღებულობთ იმას, რაც გვაქვს. ანუ რა გვაქვს? ადამიანი, რომელიც არის გონიერი არსება, ამაზე არავინ არ დაობს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა იყოს ბედნიერი ამ ქვეყანაზე მაინც და რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბედნიერად იცხოვროს მან და მისმა შთამომავლობამ, ეს გასაგებია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, ხედავთ, ეს არის ომების ისტორია, გაუტანლობის, შურის, უსიყვარულობის, სიძულვილის, ეკოლოგიური კატასტროფების და ასე შემდეგ. ანუ როცა ჩვენ რო ზემოდან გადავხედოთ წარმოსახვით თქვა უცხო პლანეტელმა რო გადმოხედოს და ადამიანთა საზოგადოებას შეხედოს და არ იცოდეს რა ადამიანის შიგნით რა ხდება, мотиваციები, მისწრაფებები, ტკივილი, სინანული არამედ გარედან უყუროს, ალბათ ის ვერ მიხვდება რომ ეს გონიერ არსებათა რაღაც სამყოფელი. და თავისთავად ცხადია, ეს ხდება იმიტომ რომ ის მოწყვეტილია იმ წყაროს, ანუ ვაზის მოკვეთილი ტოტებით არის. მოკვეთილი ტოტი ტევანს არ იკეთებს. მაგრამ აი წეგან ახსენე გიორგი წმენისა და ცოდნის შესახებ და როდესაც თქვათ აი ამ ორ ტერმინს ერთად დამილაგებენ წინ როგორც ანტინომიურ რაღაც მონაცემებს, ანუ თითქოს დაპირისპირება მათ ჩემში როგორც გველში წამსვე რაღაც შინაგანი მოთხოვნილება ჩდება, რომ
იმას წარმოვაჩინო არა მთელი ხმით ვიყირო რომ სინამდვილეში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს ეს არის შექმნილი მითი რომ თითქოს რწმენა და სარწმუნოება და ცოდნა ურთიერთ შეუთავსებელი რამ არის ეს სინამდვილეში ესეცულად არ არის და ეს კიდევ უფრო შორს მიდის ეს დაპირისპირება მიდის იქამდე რომ აი რელიგია თუ ათეიზმი აქამდეც მიდის ჩვენი გადაცემის ფორმატი იმის საშუალებას არ იძლევა რომ ჩვენ რაიმე დავასაბუთოთ ამ ხრივ მაგრამ ორი სიტყვით შეიძლება ითქვას ის რომ რელიგია არის სოფხედველობა და არავითარ შემთხვევაში რაღაც მეცნიერულად არგუმენტირებული რაღაც დადასტურებული რაიმე მოცემულობა იმიტომ რომ ათეიზმი უფრო სწორედ თუ შემეშალა უკაცრავად ათეიზმი ეს არის სოფხედველობა არც მეტი არც ნაკლები მას რაიმე არგუმენტი იმის თქვათ რაიმე არგუმენტი ათეიზმს ჰქონდეს რომ დაამტკიცოს ღმერთის არარსებობა ესეთი რამე არ არსებობს და როდესაც უპირისპირებენ ერთმანეთს ეს არის არ ცოდნა იგივე კაცობრიობის ისტორიისა მეცნიერული ისტორიის განვითარებისა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ მეცნიერება თანამედროვე სახით რაც არსებობს ის ქრისტიანულ წიაღში განვითარდა სწორედ ქრისტიანული წიაღი იყო ის აკვანი სადაც მეცნიერება განვითარდა და არანაირი დაპირისპირება არ არსებობს არ შეიძლება იყოს მაგრამ დღეს ჩვენ ყველაფერი ისე მოგვეწოდება რომ თითქოს დაპირისპირება არსებობს მე ესეთ რამეს ამბობენ რომ თითქოს ქრისტიანობა თქვა კონკრეტულად ხო რაღაც ეს მხოლოდ სოფხედველობაა და თუ თქვა მეცნიერება მოიაზრება როგორც რაღაც ფაქტების არსებობა, შემდეგ ობიექტური დადასტურება, არგუმენტები ამ ფაქტების არსებობისა, შემდეგ გზის მოძიება, ანუ ცდა, რითაც მე ამ ფაქტებამდე მივალ და დავადასტურებ, თუ ეს არის მეცნიერება, მაშინ ათეიზმი შეუძლებელია იყოს მეცნიერება, იმიტომ რომ როგორ რა არგუმენტებით უნდა დაამტკიცო რომ ღმერთი არ არის. რა არგუმენტი არსებობს ამისათვის, რა საშუალებები არსებობს ამისათვის, ხოლო ქრისტიანობას ყველა ეს არგუმენტი გააჩნია. არსებობს რეალური ფაქტები, რომელზეც ჩვენ ყოველთვის შეიძლება ვისაუბროთ და არსებობს ობიექტური არგუმენტები, რომელსაც ყველა ხედავს განურჩევლად სარწმუნოებისა და სოფხედველობისა და არსებობს გზები, რითაც ჩვენ ამ ფაქტებს დავადასტურებთ. ანუ თუ მეცნიერულობაზე მიდგა საქმე, ქრისტიანობა უფრო მეცნიერული მოძღვრებაა ვიდრე ათეიზმი. მაგრამ ეს ძალიან ვრცელი თემებია. უბრალოდ ხალხმა არ იცის ეს და აქედან გამომდინარე იქმნება ხოლმე პრობლემები. პრობლემა ისევ უცოდინრობაში. დამტუხაროთ, დიდი მადლობა. 2008 წლის 23-24 დეკემბერს საქართველოში გაიმართა კონფერენცია ზუსტად ამ სათაურით სარწმუნოება და ცოდნა მსოფლიო კულტურის საფუძველი. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო კონფერენციის ინიციატორი, ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო, ძალიან საინტერესო მიგნებები იყო ამ კუთხით. თუმცა როგორც გადაცემის დასაწყისშივე აღნიშნეთ, უკვე გარკვეულწილად სარწმუნოება და ცოდნა გაცდა მხოლოდ კულტურის საფუძვლებს და ალბათ ყველაფრის საფუძველი გახდა დღეს აი ამ რთული პერიოდის ჟამს, როგორც მსოფლიოში, ასევე გარკვეულწილად ალბათ საქართველოსაც ეხება ეს პრობლემატიკები და რეალურად აი რამდენად მნიშვნელოვანი არის ცოდნის ფაქტორი საზოგადოებაში, ვინაიდან როგორც მამა უბრძანა, ხშირ შემთხვევაში უცოდინარობიდან გამომდინარე საკმაოდ დიდ პრობლემებს ვაწყდებით. ილია ჭავჭავაძის ნათქვამს თუ მოვიშველიებთ, ის აღნიშნავდა ყოველთვის წმინდა ილია მართლის უკაცრავად აღნიშნავდა ყოველთვის რომ ხმლიანი მტრის მოგერიება გაცილებით ადვილია ვიდრე მტრის რომელიც ცოდნით და გარკვეული ხერხებით მოდის და თუ ჩვენ ცოდნით არ დავხდით და არ დაუპირისპირდით ძალიან გაგვიჭირდება და შეიძლება ძალიან მალე საერთოდ უხილავად გამოგვითხაროს ძირი და მძიმე დღეში ჩაგვაგდოს და რამდენად ექცევა დღეს ყურადღება და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ცოდნის ასე ვთქვათ დონეც აიწიოს და გარკვეული იდეოლოგია არსებობდეს ამ მიმართულებით. პირველ რიგში უნდა მოგახსენოთ, რომ 70 წლის მანძილზე კომუნისტური იდეოლოგიის ბატონობამ ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა. მე მაგალითად მყავს ახლობლები ათეისტები და მათთან კამათი ძნელია, იმიტომ რომ დაბადების დღიდან თავში ერთ რამეს უჩიჩინებდნენ, რომ ღმერთი არ არის და იყო საშინელი დამოკიდებულება მორწმუნეთადმი მოგვეხსენებათ ეკლესიებს რას უშვებოდნენ, ეკლესიის მსახურებს რას უკეთებდნენ. ამიტომ აქ ცოტა სიფრთხილეა საჭირო. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ ხრივ ძალიან დიდი რამ გააკეთა. მან დაიწყო საგანგებოდ სამეცნიერო, ასე ვთქვათ, საფუძვლის მოძებნა იმისთვის, რომ რწმენა და სარწმუნოება უკეთ რომ თქვა და ცოდნა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რომ ეს ერთად მოდის და რწმენის გარეშე მეცნიერება არ შეიძლება და მეცნიერებაც არ შეიძლება რწმენის გარეშე. აი ამისათვის რასაკვირველია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენთან
განათლების დონე იყოს მაღალი. მაგრამ იმისთვის რომ განათლების დონე იყოს მაღალი, საჭიროა რომ ჩვენ მივხედოთ ჩვენ საშუალო სკოლას, მივხედოთ ჩვენს უმაღლეს სასწავლებელს. აი ხლა შეიძლება მე ცოტა დამწამოთ, რომ მე ჩემი საკუთარი ინტერესებიდან გამოვდივარ, მაგრამ აი თბილისის უნივერსიტეტი ფორმალურად მას აქვს ავტონომია. ფაქტიურად არავითარი ავტონომია მას არ აქვს. თბილისის უნივერსიტეტის იმ მდგომარეობამდე მიყვანა, რა დღეშიც ის დღეს არის და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, დაიწყო იქიდან, რომ გააუქმეს სამეცნიერო ნაწილი უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი არის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულება. აი ეს მისი ერთი შემადგენელი ნაწილი, სამეცნიერო ნაწილი გააუქმეს. ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო და დღემდე თავის შედეგებს და თუ ჩვენ არ მივაღწიეთ იმას, რომ ეს სამეცნიერო ნაწილი აღსდგა თავისუფლებებში ისე, როგორც მას ეკუთვნის და ეს სამეცნიერო ნაწილი, სხვათა შორის, საქართველოში ამ მხრივ ჩვენი მასწავლებლები და ჩვენი წინაპრები იმ პირობებშიც კი ახერხებდნენ იმას, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორია შესწავლილი ყოფილიყო. ამას სრული პასუხისგებლობით მოგახსენებთ. ეხლა არის კიდე მეორე ამბავი. არ შეიძლება რომ ჩვენ უნივერსიტეტში აი ასე გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ეს ორი დარგი და აუცილებელია აქ ასე ვთქვათ ერთმხრივი მოქმედება. ამისათვის კი პირველ რიგში საჭიროა საშუალო სკოლას მივხედოთ. უმძიმესი მდგომარეობაა საშუალო სკოლაში. უმძიმესი. გარკვეული დროის მანძილზე ჩვენ სულ გვიკიჟინებდნენ, რომ აი ჩვენ ბოლონიის პროცესს შევუერთდით და იქ ასეა და იქ ისეა. როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს ეს ხელშეკრულება მოვიპოვეთ და ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ ბოლონიის პროცესის თანახმად და იმდებულების თანახმად, რომელიც იქ შემუშავებულია და რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ორჯერ არის განცხადებული, რომ ყველამ პირველ რიგში უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის საკუთარი ისტორია. ჩვენთან კი რა გავაკეთეთ? საქართველოს ისტორია ფაქტიურად არ ისწავლება. სახელმძღვანელო ისტორია, გეოგრაფია და რაღაცა სოციოლოგია. ისტორიას ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით შეიძლება. ხო, აი რაშია საქმე, იცით? ამიტომ უნდა ჩვენ გვახსოვდეს ერთი რამ, რომ რწმენის და მეცნიერების გამიჯვნა ერთმანეთისგან არ შეიძლება. ეს იყო კომუნისტური რეჟიმის დროს, ამის შედეგებს ჩვენც ახლა ვიმკით კიდე. და ალბათ კიდე მოვიმკით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აი თანდათან ეს მდგომარეობა გამოსწორდება. რუზველტს აქვს ასეთი სიტყვები ნათქვამი, რომ თუ ადამიანს გაზრდი მხოლოდ გარკვეული სპეციალობით და მას ზნეობრივ ხარეს არ მიაქცევ ყურადღებას, მაშინ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ზდით საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანს. აი თქვენ რას ბრძანებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნასთან ერთად გარკვეული ეს სარწმუნოებრივი და ზნეობრივი ცოდნაც და სწავლა მეცადინეობაც ჩატარდეს აი ახალგაზრდა თაობებში იმისათვის, რომ თუ ადამიანი თავის განათლებას ბოროტად გამოიყენებს, მაგას ისევ გაუნათლებელი ადამიანი ჯობია და რამდენად მნიშვნელოვანია სარწმუნოება და ცოდნა სამშობლოსათვის, აი ადამიანმა რომ თავისი რწმენას და ცოდნას ბოლომდე სამშობლოს მოახმაროს, აი რამდენად აქტუალური არის დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის. ესე დღეს თუ კიდე რამე გამოუცემდა არ მეგონა და ქალბატონმა მარიამმა რომ ზანა რომ სამეცნიერო ნაწილი უნივერსიტეტისა გაუქმებულია, გაოგნებული დავჭი. თუ უნივერსიტეტს საძირკველს გამოვაცლი, რაღაცა უნდა მე ეს ვერ გავიგე. 800 მეცნიერი მუშაკი, მაპატიეთ 800 მეცნიერი მუშაკი ერთ დღეს ბრძანებით, კედელზე გამოკრული ბრძანებით გააგდეს უნივერსიტეტიდან. ეს კიდე ერთხელ ყოველთვის გვეძლება საშუალება გავუსწრებთ ხოლმე ეს საოცარი რაღაც იყო. რაც შეეხება ადამიანი უზნეო ადამიანის განათლებას, ცოტა ესე იუმორისტულ იგავის სახით მოვიყვან რაღაც, აი კრაზანებს წარმოიდგინეთ ადამიანის ტვინი მიეცით. სინდისი კრაზანას არ აქვს. წარმოიდგინეთ კრაზანას საშიშ ხეცად გადაიქცევა. ადამიანი უზნეო, ეს არის საშინელება, ეს არის კატასტროფა. და ადამიანი როგორ გითხრათ, აი ღმერთი ყველაფერს თავის კანონით ქმნის. ღმერთი სიყვარულია, სიმშვიდეა, სიხარულია, ბედნიერება, ეს არის ჩადებული საძირკველში სამყაროს არსებობისა. ნებისმიერი გადახვევა ამ კანონებიდან კატასტროფას იწვევს.
ფიზიკური კანონები არსებობს, ხო, გრავიტაციის არ შეიძლება მაღალი სართულის ფანჯიდან გადახვიდე, უნდა კიბეებით ჩახვიდე. ისტორიული კანონზომიერების კანონები არსებობს, უამრავი კანონი, არსებობს ზნეობრივი კანონი. ამ კანონის მორჩილება თუ არ არის, ადამიანი საშინელ ურჩხულად გადაიქცევა და ვიღებულობთ იმას, რასაც ვხედავთ ჩვენ. რაც შეიძლება სამშობლოსადმი დამოკიდებულება, სამშობლო თავისთავად ზნეობრივი კატეგორიაა. თორე ახლა ის რომ მე ქართულ ენაზე ვლაპარაკობ, ეს არაფერს არ ნიშნავს. ქართულობა სულისთვისებაა, ხო? საქართველოს ის ქვეყანა მოიაზრებოდა, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ესაუბრებოდნენ. ხო და ანუ ეს ზნეობრივი მხარე თუ მოვაცილეთ, აბა რაღა არის? ანუ როგორ შეიძლება მე სამშობლო მიყვარდეს, თუ მე შინაგანად ზნეობრივი კრედო არ მაქვს? ჩვენ ამის მაგალითები ისტორიაში ვიცით. ჩვენ ქვეყანას ცოტა თვალი ავარიდოთ, ფაშისტური გერმანიის ჰიტლერს ცრემლამდე უყვარდა თავის სამშობლო, მაგრამ რა მივიღეთ, ყველამ და კარგად დავინახეთ. ამიტომ ეს არის სერიოზული პრობლემა და აი ეს ჩვენ ერს რამდენი წელია ვიბრძვით თავისუფლებისათვის და სულ გახსოვს, ვაი, თუ კომუნისტებისგან განთავისუფლდებით გვეშოლება, მერე თუ იმისგან განთავისუფლდებით გვეშოლება, მერე იმისგან და ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ფასადების გამოცვლით, სახურავის გამოცვლით, შენობას ვერ ავაშენებთ, ვერ გავაუმჯობესებთ, ვერ გავაკეთილშობილებთ, საძირკველს უნდა მივხედოთ, ერთხელ და სამუდამოდ და საძირკველი ჩვენა ვარ, თითოეული ადამიანი, აგურებით არ ვარ შენობას როგორ ავაშენებთ და ჩვენი წარსული, აი ისტორიკოსია ქალბატონი მარიამი, ჩემი პედაგოგი იყო და ესე იგი მისგან ვსწავლობდი ძალიან ბევრ ამას, ეხლა პირველად ვეუბნები მადლობას საქვეყნოდ აკადემიაში ვსწავლობდი. წარმოიდგინეთ, ჩვენ როგორი გაკვეთილები ჩაგვიტარა ისტორიამ, ჩვენ მოვკალით ჩვენი ერის მამა დიდი ილია მოვკალით. ღმერთმა ეს გვაპატია. თავზე ხელიც გადაგვისვა, აი პავში რო დააშავებს ხოლმე და გვაპატია, იმიტომ რომ მე თავისუფლება გვაჩუქა და ვნახავდით როგორ გამოვიყენებდით. ხელისუფლებაში უღმერთოები მოვიყვანეთ მაშინვე უკვე ჟორდანიას ხელისუფლება, გვახსოვს რა მოხდა, პირველად მაშინ დაიწყო უზნეობის გადაგება, ანტიეროვნული მოღვაწეობა ხელისუფლებისა, ეკლესიის დაქცევა და ამ რას ყველაზე უბედურებაა, ჩვენი თავისუფლების პერიოდში მოვახერხეთ პატრიარქი მოვკალით. კიდევ უარესი უბედურება გავაკეთებ. ანუ ის რაც ხდება, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და ეს ყველაფერი ამ ყველაფერამდე ჩვენმა უზნეობა მივიყვანა. და თუ ქართველი არის ამას არ შეიგნებს, არ გამოფხიზდება, ცუდი შედარება შეიძლება მომიწყენ. აი, რო ავიღოთ პირუტყთა სადგომი და სხვათაშორის როცა უფალს უღმერთობის, ურწმუნოების მაგალითის მოყვანა უნდა ხოლმე, ერთ-ერთ ცხოველს გამოარჩევს ხოლმე და იმ ცხოველს ღორი ქვია. აი რომ მივიდეთ, ავიღოთ საღორე და დავალაგოთ ეს საღორე. გავწმინდოთ, სველი წერტილები დაუდგათ და გამობრუნდეთ და 1-2 საათში მივბრუნდეთ. ისევ საღორეს დაემსგავსება. არაფერი არ უშველი, სანამ ის არსებები შიგნით რომ ცხოვრობენ, შინაგანად არ გამოიცვლებიან. ადამიანი ზნეობრივი არსებაა. ეს ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოება და სასწაულია სამყაროში, რომ ადამიანს შიგნით ზოგი ფიქრობს, რომ ზნეობრივი ნორმები ეს ისეთივე ინსტინქტებია, როგორც ცხოველებს გააჩნიათ ჯოგში, მაგრამ ერთმანეთს ეხმარებიან, ეს არ არის. მე მაქვს, რა თქმა უნდა, ჯოგური ინსტინქტი, სხვას ჩემ მოყვას მივეხმარო, ეს ჯოგურია კი ბატონო, მაგრამ მე მაქვს ასევე ინსტინქტი პირუტყული, რომ როცა საშიშროებაა, მე დავემალო და გავექცე. და როცა ვიღაცას უჭირს და ჩემი დახმარება ასაჭიროს, ორივე ინსტინქტი მუშაობს, მე მას დავეხმარო, ან ჩემი თავი გადავირჩინო, მაგრამ მე მაქვს შინაგანად ის მესამე რამ, რომელიც მეუნება, იცი რა, ეს გააკეთე და არა ეს გააკეთე. აი იმას როცა მე ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ იმას ყურადღებას ვერ მივაქცევ. თუ მე უფლისაკენ არ გავიხედე, ღმერთი არის და აი ეს არის ჩვენი პრობლემა და ეს გვავიწყდება. რაც შეეხება წეგან კიდე ერთ სიტყვით რწმენასა და სუნდასთან დაკავშირებით, უცოდინდრობა და დილეტანტიზმი ორივეს მტერია. რწმენისას და მეცნიერებისას და საქართველოს დღეს ორივე ჭირდება როგორც ჰაერი, რწმენას და ცოდნას. ჩვენ ვიცით, რომ ბუნებაში არაფერი არ იკარგება, არც სიკეთე, არც ბოროტება, არც სიყვარული და არც სიძულვილი. და ისიც ვიცით, რომ რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. აი დღეს ჩვენი ერი, საზოგადოება ცხოვრობს სიყვარულით, რამდენად გვიყვარს ერთმანეთი და რამდენად ვთქვით, რომ სიკეთე გავუკეთოთ ერთმანეთს. ხო, დიახ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ვის რა მიაჩნია სიყვარულად. დიახ. ვის მიაჩნია ვინ უნდა უყვარდეს და ვის უნდა სცემდეს პატივს. ჩვენ სამწუხაროდ ამ კატეგორიების გარკვევაში დღეს მაინცა და მაინც მომზადებულნი არ არის. აი ეს ძალიან რთული პრობლემაა. ამიტომ ამ კითხვას პასუხი აბსოლუტურად ვერ გაეცემა. ვის რა მიგვაჩნია? მაშინ კიდევ ერთ შეკითხვას დავსვამ. ხშირად ჩვენ გარკვეულ პრობლემებს, რომლებიც გროვდება ქვეყანაში და მე ამ ბოლო პერიოდის
მხოლოდ ამ ბოლო პრეზიდენტის პრობლემას არ გულისხმობ, ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 20 წელია, რაც საქართველოს ცდილობს, რომ მყარად დადგეს ფეხზე და მართლაც სახელმწიფოს, ესეთი ძლიერი სახელმწიფოს სახე მიიღოს და ხშირად ჩვენ ამ პრობლემებს ვაბრალებთ კონკრეტულ პიროვნებებს, რომ აი მის ბრალი, აი მან ვერ გაგვიკეთა, აი ამას ველოდებოდით, ამის მოლოდინი ქონდა და ვერ გააკეთა და ასე შემდეგ და ხშირად ალბათ იმის გამელოდებით და იმას ვთხოვთ, ვისაც არაფრის მოცემა შეუძლია და გვავიწყდება ის, ვისაც ყველაფრის მოცემა შეუძლია, თუ ჩვენ დავიმსახურეთ. თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიმსახუროს თავის ცხოვრებით ის, ალბათ რომ ღმერთმაც გადმოუხედოს და უფრო მეტი მოგცეს და ასევე მაქს ხშირად ესეთი მაგალითი მომყავს, რომ ძალიან ვდარდობთ, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენთაგანი და დიდი ტკივილია, როდესაც აფხაზეთი დაიკარგა, ოსეთი დაიკარგა და ასე შემდეგ, მაგრამ იქ უნდა დავფიქრდეთ ხოლმე გარკვეულწილად, რომ საზოგადოება რას იმსახურებს. ხო არ არის პრობლემა დიაგნოზი იმაში, არა კონკრეტულ პიროვნებებში და დაუშვათ არასწორ ნაბიჯებში, არამედ თვითონ საზოგადოება ხო არ იმსახურებს და ჩვენი ერი ჯერჯერობით იმას, რაც გჭირს და რაც გვაქვს ან ძველი ცოდვებისთვის, ან ახალი არსებული და ასე შემდეგ და ხო უფრო მეტი სიფრთხილით არ უნდა მოვეკიდოთ გარკვეულ ჩვენს ნაბიჯებს მომავალში. ეხლა გეტყვით ერთ რამეს. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, როდესაც იწყებს თავის ცხოვრებას, მოგვითხრობს, რა საშინელებები ხდებოდა საქართველოში. თურქის ელჩუკები ჩამოსახლებული, მოსახლეობა გაწყვეტილი, ძალიან მძიმე მდგომარეობა, გარდა ამისა, საშინელი მიწისძვრა, დაიქცა სასახლე, დაიქცა ციხე, დაიტანა ეს საშინელი, ამის შემდეგ წყალდიდობა და აი ამ იმის, რა ქვია, მიწისძვრის შემდეგ დახეთქილი მიწა ვეღარ იტევდა აკმას, აი საშინელი და პირდაპირ წერს, რომ უფალმა ეს მოვივლინა იმ ცოდვათათვის, რომელიც ჰქონდა ჩადენილი. მართლაც მანამდეც როგორც ჩანს გარკვეული ცოდვები ჩადენილი ჰქონდა. მაგრამ შემდეგ წერს, რომ უფალმა მაინც არ მიატოვა თავისი ერი და გადმოხედა წყალობის თვალით და აღმობრწყინდა მზე. და ეს მზე მისთვის იყო დავითი, რომელმაც დაიკავა ტახტი. ყვარაშია საქმე. იცით, რა საკვირველია, ალბათ ჩვენ აი წეღან შეგეკამათეთ. ვაპატია უფალმა ის ცოდვები, რაც ჩავიდინეთ. კი, მართალია, ზოგი რამ მივიღეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ჩვენ ეხლაც ვზღავთ. მაგრამ ჩვენ გამო ჩვენ შვილებს მაინც რო არ დაუგროვოთ, ეს არის მნიშვნელოვანი. შვილებისთვის მაინც შევეცადოთ, რომ იმათ აღარ დაჭირდეთ კიდევ იმის გადატანა, რაც გარკვეულმა თაობებმა გადაიტანა. ახლა მე თქვენში ყველაზე უფროსი ვარ. ჩემმა თაობამ გადაიტანა არ ვიცი რა, ერთი ომი, მეორე ომი, მესამე ომი, გაჭირვება, გაუბედურება, დავანებოთ იმას თავი, მთელი ღამე პურის რიგში დგომა, შიმშილი და რაც გნებავთ ყველაფერი. აი მე ფიქრობ, რომ რაღაცნაირად ჩვენი თაობა მაინც უნდა ამაღლდეს ყველაფერს ამაზე და ჩვენი თაობა უნდა ეცადოს იმას, რომ ჩვენი შვილებს აღარაფერი ეშველებათ, ჩემსაც უკვე იმას აქვს. აი ფიქრობ შვილიშვილებზე და შვილთა შვილებზე, რომ რაღაცნაირად შეგვინდოს უფალმა ეს ჩვენ. თუ მოვინდომებთ, შეიძლება შვილებსაც ეშველოთ. შვილებს რა ვიცი. მეც უნდა ვიყოთ მაინც. ხო, შეგვინდოს უფალმა ეს ჩვენი ცოდვები, იმიტომ რომ ყველაფერში სუბიექტურად ჩვენ თვითონ დამნაშავე არა ვართ. ზოგს ეს უცოდინარობით მოუვიდა, ზოგს მოუვიდა იმით, რომ აი მე პირდაპირ გეტყვით, მე ვიცნობდი ადამიანებს და ურთიერთობა მქონდა, რომელთაც სრულიად შეგნებული ჰქონდათ, რომ აი ეს რეჟიმი, რაც საბჭოთა კავშირში არსებობდა, ის რაც ხდებოდა, ეს კომუნისტური იდეოლოგია, ეს ნამდვილად სწორი და კარგი იყო. აი სჯეროდათ. რას იცავ? მარსაკვირია იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ეს არ სჯეროდათ, მაგრამ ისიც იყო, რომ ბრძოლა ამის წინააღმდეგ თითქმის შეუძლებელი იყო. თუმცა ჩვენ გვყავს გმირები, რომელთაც იბრძოდნენ ამის წინააღმდეგ და იმათ ხსოვნას ჩვენ განსაკუთრებული პატივი უნდა ვცეთ. დიახ. მიმტევებლობა, როგორც აი ერთ-ერთი ალბათ ძირითადი პრინციპი მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობის. აი რამდენად დღეს არის ეს მომენტი და არსებობს ახლა მართლაც ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ აი როგორ მიუტევო და ისეთ მაგალითებს ყვებიან, რომლებიც მართლაც ძალიან რთულია, რომ მიუტევო ვიღაცას იმდენად ბევრი ასე ვთქვათ, ცუდი ნაბიჯი იქნა გადადგმული სხვადასხვა საზოგადოების წევრების მხრიდან ერთმანეთისადმი, მაგრამ ეს გარკვეულად შეკრულ წრეს ხო არ გავს, რომ სანამ არ მიუტევებთ უარესი და უარესი ხო არ მოგვივა ჩვენ და ხო არ ჯობია, რომ გული გავისუფთავოთ ერთხელ და სამუდამოდ და გარკვეული რაღაც მიმტევებლობის ასე ვთქვათ
პრინციპი იყოს ეროვნული პრინციპი, დაინერგოს ეს, რომ მიუტევოთ ის, რაც იყო, როგორც იყო და ასე შემდეგ, იმისათვის, რომ უარეს და უფრო მძიმე ცოდვებში არ ჩავარდეს ჩვენი ერი და საზოგადოება. მიტოვებლობა ისე როგორც სხვა სათნოებანი, ის საღვთო კანონებია, რომლითაც სამყარო უნდა არსებობდეს. ეს ერთი მხარეა. მაგრამ ჩვენ ვიცნობთ, ქართველები ვართ, ჩვენ თვითონ და საკუთარ ბუნებას ვიცნობთ, ცოტა ფიცხი და ამპარტავანი ხალხი ბრძანდებით და ძალიან გვიჭირს ხოლმე ამგვარი სათნოებების ჩვენს ცხოვრებაში გატარება. ამიტომ აი წმინდა დავით მეფის დროს ვინ დააყენა უმაღლეს ხელისუფლებაში მეფემ? ეპისკოპოსი. ქართული კაცს მხოლოდ ეკლესია შეუძლია თავი მოუდრიკოს. ანუ ეკლესია უნდა იყოს ზნეობრივი ავტორიტეტი. ეკლესია არის მადლმოსილი საღვთო ორგანიზმი, მაგრამ იგი თავისი იერარქებით უნდა იყოს ზნეობრივი ავტორიტეტი და უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ეს ავტორიტეტი მან საქმეში განახორციელოს, გამოხატოს და ქართველი ერს მხოლოდ უფალს შეუძლია თავი მოუდრიკოს და თუ უფლისაკენ გაიხედება ქართველი ხალხი და ამას ეკლესია უნდა დაეხმაროს სხვა ეს დაადგინა უფალმა, მაშინ ამ შემთხვევაში ხო ადამიანი შეძლებს მაგ სათნოების აღსრულებასაც. მან ელემენტარული უცოდინრობაა, როცა ჩვენ მიმტევებლობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ადამიანი როგორც ხატი ღვთისა, პიროვნება, უკვდავი სული, ჩემი ძმა და ღვთის მიერ შექმნილი ასევე და მის მიერ ჩადენილი ბოროტის საქმეები. ეს გამიჯნა თუ არ მოხდა ჩემს მიერ, როგორ ნახა ადამიანი, რომელიც რაღაც უბედურებას აკეთებს, მე თუ ვფიქრობ, რომ მიტევება ნიშნავს იმას, რომ მე ის უბედურება შევიწყნა, რომ უკვე არაქრისტიანულია. პირიქით, ადამიანი როცა უზნეობას ჩადის, მე უნდა მქონდეს შინაგანი ამბოხი ამ უზნეობის წინააღმდეგ. მაგრამ ის თავად შემეცოდოს, ანუ მე უნდა გავმიჯნო, ეს რომ მოვახერხო. ეს რომ მოვახერხო. და ამით ერის მდგომარეობა გამოსწორდეს, მე უფალთან უნდა ვიყო. ღმერთი იძლევა სათნოების აღსრულების ძალას. ღმერთი, რომელიც არის ცოცხალი და მასთან ურთიერთობა, მე გულით უნდა ვიგზნო. ჩვენ გონია ქრისტიანობა, მე მორწმუნე ვარ, ადამიანი იტყვის, სანთელს დაანთებს, რაღაცას წაიკითხავს. ქრისტიანული დიდი მამების განმარტება, რა არის ქრისტიანობა, ვინ არის ქრისტიანი? ქრისტიანი არის ადამიანი, ეს უფლის სიტყვებიდან გამომდინარეა, უფალი ამას სახარებაში ამბობს. ეს არის ქრისტიანი არის ადამიანი, რომელსაც გულში მადლის წყარო აქვს. ცოცხალი ღმერთის წყაროა, იმიტომ რომ მას აქვს თავად კავშირი ცოცხალ ღმერთთან. ეს არის ქრისტიანობა და როცა ადამიანი ესეთი არის, მაშინ თავისთავად ცხადია მას სათნოების აღსრულება, ხელეწიფება და თავად არის მაგალითი სხვისათვის, ოღონდ მაგალითი არა მარტო სიტყვით, არამედ იმ მადლით. ამიტომ არის მოციქულები, რომ რომის იმპერიაში შევიდნენ მეთევზეები, გაუნათლებლები, საერო განათლების თვალსაზრისით და რომის იმპერია განათლებული მეცნიერება, კულტურა, ყვავის, მხედრული სული, ყველაფერი რაინდობა და როგორ მოაქციეს, რა გააკეთეს ესეთი? სიხარული შეიტანეს, გულები აუნთეს. აი ეს უნდა იყოს და ეს თუ არ იქნა, აბა როგორ მაშინ ჩვენ ეკლესია დაემსგავსება იცით რა, აი ლოზუნგები კი ვიცით ეს რაც იყო, უნდა სათნოთი ცხოვრო, უნდა პატივისცე, მიუტევო, არი ქურდო, არი მრუშო, არი ყაჩაღო, ასე შემდეგ. ეს ლოზუნგებად იქცევა და ლოზუნგებს არაფრის მომტანი არ არის. თუ ის რეალურად ცხოვრებაში ეს ცეცხლი უნდა დაანთოს ეკლესიამ, დაგანახო, მე უნდა დაგანახო, ჯერ რომ ღმერთი არის, გიორგი მოხვალშენში პრობლემები აქვს, უნდა დაგანახო, ღმერთი არის. ამას რომ დაგანახებ და გაგრძნობინებ, ხოლოდ ამის შემდეგ შენ შეიძლება წამომყვე მე როგორც ღმერთს და ან როგორც ეკლესიას. პრობლემა კვლავ რწმენაში. დიდი მადლობა. რეკლამის დრო არის ეთერში. დაგველოდეთ რამოდენიმე წუთში დავბრუნდებით. მადლობთ. პოლიტბიურო. გიორგი გოგუაძესთან ერთად. რადიო უცნობის დღის ეთერის სპონსორია იტალიური პიცერია რესტორანი მედიტერანია. შეხვედრის საუკეთესო ადგილი ლანჩისთვის თუ სავახშმოდ. განახლებული ალა კარტ მენიუ და ბიზნეს ლანჩ პაკეტი მხოლოდ ათლარად. მისამართი ირაკლი აბაშიძის 5, ტელეფონი 22 10 15. მედიტერანია, ბახშემიტე დასვენება და უიწყარი შთაბეჭდილებებით. რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ. პირველად ქართულ მედია სივრცეში 10 ცნობილი პოლიტიკოსის უცნობი ამპლუა. ჟურნალისტიკა პოლიტიკაში, სადაც პოლიტიკოსები ჟურნალისტებად გვევლინებიან. ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს მმართველობაში აქტიურად მონაწილეობენ, რესპონდენტებთან ერთად სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებს განიხილავენ. ყოველ სამუშაო დღეს 16 საათზე პროექტი პოლიტბიურო რადიო უცნობის ეთერში. გადაცემის ვიდეო ვერსია ნახეთ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში საღამოს 7 საათზე. რადიო უცნობის ეთერშია რეკლამა. მიუხედავად დიდი განსაცდელისა, ქალაქ ფოთში წმიდა ანდრია პირველწოდებულის მონასტრის მშენებლობა გრძელდება. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია.